კვარაცხელია სახელობის IT სკოლაში დღეიდან ოფიციალურად დაიწყო სწავლა. დღეს აქ 68 ახალი მოსწავლე მიიღეს. მეხუთე ნაკადი 12 კვირის განმავლობაში დაესწრება ლექციებს, სადაც ისინი შეისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიებს, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. 68 აბიტურიენტს დღეს გააცნეს ის პროგრამები, რომლებსაც შეისწავლიან ისინი, ასევე მათ ჩაუტარდათ გაცნობიტი სახის საგამოცდო ტესტირება, რათა დადგინდეს მათი ცოდნა. როგორც ზურაბ გეთია, ამავე IT სკოლის დირექტორი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, როგორც რეგიონის, ასევე მიმდინარე ქალაქის მოსწავლეებისთვის, რადგან ისინი თანამედროვე ტექნოლოგიებს შეისწავლიან, როგორც წალენჯიხის, ასევე როგორც ვახსენე, მიმდებარე ქალაქების მოსწავლეებს მერვედან მე-18 კლასის ჩათვლით შეუძლიათ ისწავლონ ამ სკოლაში. სკოლა სრულიად უსასყიდლოდ ემსახურება მოსწავლეებს, რომელიც 2023 წელს ველოძლიერი საქართველოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ნიკო კვარაცხელიას ხსოვნის საპატივცემლოდ სწორედ წალენჯიხში დაარსა. ახალ სასწავლო ეტაპზე დარეგისტრირდა 68 აბიტურიენტი. ეს არის მეხუთე ნაკადი 2023 წლიდან დღემდე 157 სტუდენტმა აბიტურიენტმა დაამთავრა წარმატებით სკოლა. წარმატებულებს ყველას გადაეცათ დამადასტურებელი სერტიფიკატი. სწავლის პროცესი მოიცავს დაახლოებით 10 კვირას. ჯამში რეგისტრაციიდან საბოლოო საგამოცდო ეტაპის ჩათვლით 3 თვის დრო ჭირდება ამ ყველაფერს. სწავლა უფასოა. სრულიად ფინანსდება ბატონი მამუკა ხაზარაძის მიერ. მიზნად ისახავს ეს კურსი, რომ ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნა პლატფორმები. ძირითადად ჩვენ გვექნება დამწყები დონე თავიდან, მაგრამ საბოლოოდ მიზნად ისახავს კურსი, რომ არ გაამახვილოს ძირითადად ყურადღება თეორიულ და პროგრამირების ათვისებაზე, არამედ ძირითადად უფრო ბიზნეს ლოგიკის და გამოყენების ნაწილზე იყოს აქცენტი გაკეთებული. მთავარი მიზანი ეგ არის, რომ აქ რეგიონში შევქმნათ ახალგაზრდებისთვის ისეთი შესაძლებლობები, რომ მათ ელემენტარულად დასაქმება შეეძლოთ, ან თავისი პროექტის დაწყება. ჩვენ იდეა ისიც გვაქვს, რომ პირველ ეტაპზე ბავშვები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ, რაღაც დონეზე დასაქმებაც ცადოთ მათი. ბავშვებს, რომელსაც აინტერესებს პროგრამირება, ეს მარკეტინგი და ზოგადად ეს ციფრული მხარე არის ძალიან დიდი საშუალება, მით უმეტეს წალენჯიხაში ეს არის ძალიან დიდი წინსვლა და პერსპექტივა ბავშვებს, რომელსაც პროგრამირების მხრივ უნდათ რომ განავითარონ თავისი მომავალი, თვითონ IT სკოლა აღჭურვილი არის ამ კომპიუტერების ტექნიკით და ხმარება შესაძლებელი ზოგადად ფრონტენდის და ბექენდის სწავლაში და ზოგადად ამ პროგრამირების და საიტების შექმნაში, რაც პროგრამირების სფეროში უნიშნულოვანესი სფერო, ანუ კუთხით არის. სკოლას უკვე ყავს 157 კურსდამთავრებული, მათ გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები სწავლის დასრულების შემდგომ და როგორც კურსის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ამ ადამიანებს კურსის დასრულების შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა შექმნათ საკუთარი საიტები და ასევე დაეხმარებიან ისინი კონკრეტულად დასაქმების მიმართულებით, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში და ასევე ამ ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ლექციებს დაესწრონ, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე გამოცხადდნენ თუნდაც IT სკოლაში და მიიღონ განათლება აქ.